იქნია. ვაგინე ადამიანს. არავის არ შეუგინია, ის არ არავის არ გიგია. კალები არ იგინებიან ზოგადად. ჩემი რატო გამოჩნდა? ჩემი გამოაჩინეს იმ ადამიანებმა, რომლებიც თავისი ცხოვრება, რომელსაც თავისი ცხოვრება არ აქვს და სხვის ცხოვრებით ცხოვრება, ხვდები? გასაგებია, შენ ამბობ ყველა იგნება, თაკო შენ შეგიგინია? კი, შემიგინია. სახალხოდ. სახალხოდ? მეგობრებთან ერთად სახალხოდ არა. ვიგინებოდი, მე ვაგინებდი ადამიანს, მე არ ვიცი თუ ისინი იწერდნენ და მიღებდნენ. მეც შენ არ ცხოვრობ საქართველოში, არ იცი რომ ნებისმიერ პატრონს უკეთია რაღაც აღჭურვილობა და იჭერს, ანუ იწერს როცა გაჩერებე, შენ სულ თელავია, სულ გულავია იქიდან. სულ თელავია, სულ გულავია. არ ვახშობ მაგ ყურადღებას იწერენ თუ არა. ერთი ლოგიკური კითხვა დამებადა, ანუ გიზიანდები ხო იმაზე რომ გაგინებს ხალხი და Facebook-ზე აზიარებს შენ მაგინებს საძინდა. მე არ წამიკითხია. გაგინა რა დამიჯერა მე არ წამიკითხე, არავის გინება და Facebook-ზე მყავს 4-500 მეგობარი თუ რაღაცა. აი 500 მეგობარი, იმიტომ ვიღაც ლაწირაკები თუ მაგინებენ და ვიღაც ლაწირაკები თუ რაღაც ამბობენ, ხო? ეს ანუ ადამიანს თავის ცხოვრება არ გააჩნია, ჩემ მე გამაკრიტიკოს მაგაზე არანაირი პრეტენზია არ აქვს. მაინტერესება ლოგიკური ბოდიშია. დავასრულებ ეკა. ანუ ეგეც რაღაც მაინტერესებს. ანუ კარგი აღიზიანებული ქართველობაზე ზოგადად და ამბობს რომ ხალხს არ გააჩნია თავის ცხოვრება, იმიტომ რომ მაგინეს ეკას და რა განსხვავება ხალხის მიერ ეკას გინება და ეკას მიერ პატრულის გინება, როცა ორივე შემთხვევაში კონკრეტულ ადამიანს აგინებს. თუმცა განსხვავება ის არის რომ შენ შემთხვევაში სამართლიანად და ხალხს უხდიბოდ სამართლიანად ვაგინე. რა იყო სამართლიანად და დაგაჯარი მე როცა შედები ფარების ანთება მოვიწყდება მართვის მოწმობაც ჩამოვართვეს იმიტომ რომ ჯარი მე დამოვიწყდება და და უსამართლოდ მაჯარიმებდნენ უსამართლო ვიყავი მე ანუ ამ შემთხვევაში არ უნდა გვიკვირდეს ანუ რა არის სიტუაცია ხო მე არ უნდა გავაკეთო კომენტარი და ეს გაემატა რაცა იძახის რომ მართლა არ გააჩნია თავისი აზრი საქართველოში და მართლა მასია ეგ პირველი მეორედ კიდევაც ეკა იყო მართალი სრულიად რაშიც გააკეთა შეცდომა მან ბოდიში მოიხადა კიდევაც ერთადერთი რომ გადარეკა ყველას მოუხადა და რომ გადარეკა ეგ იყო მისი შეცდომა და თუნდა არ უსწორდება ის ადამიანი და შეაგავიშვეს ის ბიჭები არავინ არ გაუშვეს რა სამსახური ხარ ჩემიგინების გამო გაუშვეს აბა ის იმის შემდეგ მე ასე იცი რა აი ეს მაგარი მენტალიტეტი გია გაიგოთ ხალხი არ არის რასტება რეალურად ძალიან უცნაური რეალურად გაუშვეს თუ არ შეესწრო არავინ არსად არ გაუშვეს გადაიყვანეს სხვაგან გადაიყვანეს მენტალიტეტზე წამოიჭრა ეკა ლანცხოვს ქართულ მენტალიტეტს და ამბობს ეს არის მოძველებული და ეს არის ცუდი. ზუსტად ქართული მენტალიტეტია ის, რომ ვიღაცასთან თუ მეგობრობ, ან ვიღაც არის ნათესავი თუ არ ვიცი, ასე შემდეგ, იმის, ესე ვთქვათ, გავლენით უფრო ეუბნებათ, რომ მოდი არ გამაჩერო, რითორ და იმასო, რომ ასე შემდეგ. მომისმე შენ ჭირმა, რა ქვია? გურამ. გურამ მომისმე ეს თემა ვაფშე დახურული მაქვს მე თავიდან ფეხები არ ვაპირებ ამაზე არანაირი კომენტარი არ ვიყენებ არავის სახელს არ იყენებს და ღმერთმა დაიფარო ის სახელი გამოვიყენო აქეთ გამოიყენოს ყველამ ჩემი სახელი გაიგე აქეთ გამოიყენოს ყველამ ჩემი სახელი აქ შესხება